იესოს შემპრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს. ხოლო პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა რით დამთავრდებოდა ეს ამბავი. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი. დავერპოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: ეს ამბობდა, შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და 3 დღეში ავაშენო. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, ვითხარი შენ ახარ ქრისტე, ძე ღვთისა. უთხრა იესომ: შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ. ამერიდან იხილავთ კაცის ძეს, ძალის მარჯვნივ ჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: მან ხკმო. რაღაც გვინდა მოწმენი. აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიუგეს პასუხად: სიკვდილის ღირსია. მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ. ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ქრისტე, ვინ დაგარტყა? პეტრე იჯდა გარეთ. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: შენც იესო გალილეველთან იყავი. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი რას ლაპარაკობ. როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ. ესეც იესო ნაზარეველთან იყო. მან კვლავ უარყო ფიცით. არ ვიცნობ ამ კაცს. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ნამდვილად შენს მათგანი ხარ, ვინაიდან შენივე კილო გამხილებს შენ. მაშინ იწყო წეულა და ფიცილი არ ვიცნობ ამ კაცს. და მყისვე იყიულა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყიულებდეს, 3 ჯერ უარმხო. გამოვიდა გარეთ და წარედ ატირდა.